განვიხილოთ ქალებს რა გვართმევს ქალურ ენერგიას. ეს არის პატარ-პატარა წენები, გაოგებრობები, რაც როცა განმავლობაში ეგროვდება და გვაბინძურებს ემოციურად, ქმნის შინაგან ბლოკებს და შემდეგ ეს განაპირობებს იმას, რომ გვეცლება საყრდენი. ქალური ენერგია მოდის ემოციური ბალანსით. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს წენები ცხოვრებაში არ ერყოს? ცხოვრებას ხო ეს მოაქვს. ამის ახსნა ესეთი არის, რომ ზოგადად ის იგი, როდესაც ადამიანს ადვილად წqის, ეს არის ბავშვური აღქმა და არაზრდასრული. ბავშვი აღიქვავს, რომ მას ერჩიან და ამიტომ წqის, ხოლო ზრდასრული ქალი აანალიზებს, რა გავაკეთე მე, რომ ასეთი რეაქცია გამოვიწვია. ქალი აანალიზებს, რომ გაითვალისწინოს და გამოასწოროს თავისი ქცევა. გამოასწოროს თავისი სტრატეგია და უკვე მომავალში არ დაუშვას იგივე. ანუ ზრდასრული ადამიანი მიზეზს საკუთარ თავში ეძებს. ისიც გასათვალისწინებელი არის, რომ ზოგჯერ სხვა ადამიანს არ უნდა ჩვენი წყვეტინება, მაგრამ ჩვენ მათ გვწყინს, რადგან ჩვენს აღქმაში ეს მოვლენა ეს საწყენია. ეხლა რომ შევადაროთ, ანუ რომ ავხსნათ ეს სიტუაცია, თუ კი შენს წარმოსახვაში მაგიდა ზოგადად კუთხოვანია, ვიღაცის წარმოსახვაში ის მრგვალიან ოვალურია, ასევე არის აღქმებით. ამიტომ ძალიან ძნელი არის იმის გარჩევა, თუ ვინ არის მართლმტყუარი. მაგალითად ცოლ-ქმარი, რომელსაც უნდა რომ სახლი მოაწყოს და კამათობენ იმაზე, რომ ის რაფერის უნდა იყოს მათი საძინებელი. მამაკაცს უნდა მწვანე სიმშვიდისთვის, რადგან მას წარმოუდგენია, რომ ეს ადგილი არის დასასვენებლად. ხოლო მეუღლეს უნდა წითელი, რადგან ეს მისთვის ვნების ადგილია. ანუ გვაქვს ორნაირი შეხედულება, მწვანე და წითელი. გამოსავალი ყოველთვის არსებობს, ამიტომ წრუმლანებზე აყოლა არ ღირს. კი კომპრომისი უნდა ვეძებოთ. ზუსტად ასე დაგვეხმარება მიდგომა დიდ თემაშიც, ანუ მნიშვნელოვან საკითხებშიც. ბევრი ოჯახი ინგრევა წვრილმანი უსიამოვნებებისა და უთანხმოებების გამო. ამიტომ ჯობია რომ წვრილმანს დიდად ყურადღება არ მივაქციოთ და უფრო პოზიტიური ვეძებოთ ცხოვრებაში. იმისათვის რომ ვიყოთ ბედნიერები და მამაკაცმა აღგვიქვას ჩვენ ქალები, უნდა ვიყოთ მომწიფებული ზრდასრული ქალური ენერგიებით სავსე. ამის აკუმულირებისათვის არის საჭირო 5U. აქ იგულისხმება რუსულენოვანი 5 რამ, რაც რუსულად უასოზე იწყება. პირველი ეს არის დაოსკა внутренняя улыбка. ანუ დაოსური შინაგანი ღიმილი, улыбка, U. გაღვიძებისთანავე სანამ თვალს გავახელთ, ფიქრის ფონზე გავუღიმოთ საკუთარ ფიქრებს, დღეს, საკუთარ თავს. გავუღიმოთ ჩვენს სახეს, ჩვენს ყელს, ფარისებურ ჯირკვალს, ფილტვებს, გულს, კუჭს, ჩვენს მუცელს, ღვიძლს, საკვერცხებს, საშვილოსნოს თირკმელებს და ასე შემდეგ. ჩვენს ცალკეულ ორგანოებსა და მთლიანად ჩვენს თავს. გავუღიმოთ და სიყვარული გავგზავნოთ. სწორედ ამაში მდგომარეობს დაოსური შინაგანი ღიმილი, როდესაც საკუთარ თავს ვეხვევით, კოცნით, უგზავნით სიყვარულს, ღიმილს და უსურვებთ ჩვენივე თავს ბედნიერ დღეს გაღვიძებისთანავე. მეორე უკრეპლენიის счастья. ეს არის ბედნიერების გამყარება. დილით როდესაც ვდგებით, ძალიან კარგი არის მსუბუქი ხანმოკლე ვარჯიში ან ცეკვა, სიმღერა. ამით ვაცოცხლებთ სისხლს, ჰორმონებიც გამოიყოფა და ხარისხდებით კიდევაც. მესამე უდავურსტვია, ანუ სიამოვნების მიღება. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, უნდა გავაკეთოთ სიამოვნებით. ანუ გემო ჩავატანოთ.
სიამოვნებით, რომ გავიღვიძებთ, გავიზმუროთ, გავიღიმოთ. არ ვიჩქაროთ ადგომა, ნელ-ნელა ავდგეთ, დავიბანოთ ხელპირი, წავისვათ ნალსაცხებლები, არომატები, სიამოვნებით დავლიოთ ყავა, თუ კი გვაქვს დრო, გარეთ გავისეირნოთ, სიამოვნებით ლამაზად ჩავიცვათ და ნელ-ნელა მოვემზადოთ სახლიდან გასასვლელად. ასევე ძალიან დიდი სიამოვნება არის, როდესაც რაღაცა სასიამოვნო ფაქტურას ვეხებით, სასიამოვნო სურნელს ვისუნთქავთ, სასიამოვნო მუსიკას უსმენთ, თბებით, სასიამოვნო ესეთ ნაზ განათებას უყურებთ. ამით ქალი ახდენს აკუმულირებას პოზიტიური ენერგიისა. თითქოს ესეთი წვრილმანი არის ეს ყველაფერი, ხო, მაგრამ თუ ჩვენ ამას ყურადღებით შევხედავთ, ესთეტიკას ვიგრძნობთ, სიამოვნებას ვიგრძნობთ, გემოს ჩავატანთ, ყველაფერი ეს ჩვენ შეგვავსებს. მეოთხე უვირენეს в себе. საკუთარ თავში რწმენა, საკუთარ თავში დარწმუნებულობა. ან იგივე საკუთარი თავის რწმენა თუ გნებავთ. შეგრძნება, რომ შენი დანახვა უხარიათ. ამიტომ პირველ რიგში ჩვენ უნდა მოგწონდეს და გვიყვარდეს ჩვენი თავი, უნდა გქონდეს იმისი ხალისი, რომ თავს მოუვაროთ, დავიცვათ ჰიგიენა, კარგი არომატი აგვდიოდეს, ლამაზად გვეცვას, ლამაზი ვარცხნილობა, კარგად გამოვიყურებოდეთ, თვალები გვიბრწყინავდეს, პოზიტივს ვაფრქვევდეთ. როდესაც ასეთი გარეთ გადიხარ, ქუჩაში უცნობებიც კი შენი დანახვით სიამოვნებას იღებენ და გირიმიან. იღებ ნაცნობებისაგან და უცნობებისაგან ქათინაურებს. და ეს ყველაფერი, ანუ ეს ჩვენი გამოფრქვეული, ასე ვთქვათ, დადებითი სხვაებისგან უკან ისევ გვიბრუნდება. ასევე ჩვენ თავსაც და სხვასაც კარგ განწყობაზე ვაყენებთ. ამიტომ ღიმილი, კარგად გამოყურება, კარგ ხასიათზე ყოფნა, ეს ყველაფერი უკვე დღის ძალიან კარგი დასაწყისია. ყოველთვის უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, რა გვინდა და დაუკვირდეთ, რომ გულწრფელად ავსრულოთ ჩვენ თავს სწორედ ის სურვილები, რაც სიხარულსა და ბედნიერებას მოგვანიჭებს. მეხუთე უდაჩა წარმატება. ესე იგი სამყაროსგან ის როგორც უკვე ვთქვი, სამყაროსთან უკავშირის დამყარება ის არის, როდესაც ჩვენ კარგ ხასიათზე ხარ, ლამაზად გაცვია და განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ფერებს. ანუ აი თუ დილას გაიღვიძე და დაფიქრდი, აი ეხლა დღეს მე რა ფერი მინდა, ხო? და დავუშვათ აი მინდა მწვანე, ან ის ფერი, ну ის რაც მაქვს. ან ჩასაცმელი, ან აქსესუარი, სამკაული. თუნდაც პატარა ყელზე მოსახვევი აბრეშუმის კასინკა. ავირჩიოთ ეს ფერი, იმიტომ რომ ყველა ფერში არის ენერგია და ტყუილად ჩვენ არაფერი არ გვინდა. ან იმ მომენტში შეიძლება ეს ფერი ძალიან გვავსებს. ასე რომ გამოპრანჭვის გარდა კიდე მივაქციოთ ყურადღება ფერს და ფაქტურას. ასევე მინდა ვთქვა, რომ ქალს ძალიან ჭირდება ბუნებასთან ურთიერთობა, ზღვა, წყალსატევები, ტბა, ჩანჩქერი, მდინარე, ასევე მიწასთან სიახლოვე, მიწა, ბალახი, ზოგადად მიწის მწვანე საფარი. რადგანაც ქალში ყველაზე მნიშვნელოვანი სტიქიები ეს არის მიწა და წყალი. ამიტომ ქალს ეს ორი ელემენტი ისედაც ყოველთვის ძალიან ხშირად ჭირდება. როდესაც შეხვალთ სადმე ტყეში ან პარკში, სკვერში და დაინახავთ, თუ კი იქ არის დიდი ესეთი სქელტანიანი ხე. რაც უფრო ძველი არის ხე და რაც უფრო სქელტანიანი არის, მით უფრო მისი ენერგეტიკა არის დიდი. და ძალიან კარგი არის ქალისათვის ხის ზროსთან ჩახუტება, ხის ტანთან ჩახუტება. ასევე ხეზე მიყუდება ზურგით.
აი თუ კი თქვენ ჩახუტებულ ხართ ხეს, იგრძნობთ თუ როგორი სასიამოვნო აურა აქვს ხეს, როგორი სიმშვიდე, სიგრილე. თანაც საგვარეულოს ხე ესე ტყუილად არ არის, რატომ არ არის დავხატ? საგვარეულოს ყვავილია, საგვარეულოს ბუჩქი, ხო? ყოველთვის ვამბობ, რომ არის საგვარეულოს ხე. ამიტომ ნებისმიერი ხე რაღაც ვარიანტში არის ხიდი ჩვენსა და ჩვენს წინაპრებს შორის. როდესაც ვეხუტებით ხეს, თითქოს ამავე დროს ხე ყოფესობით მიწაში არის გამდგარი და მიწიდან იღებს ენერგიასა და საკვებს, ხო? ამიტომ როდესაც ჩვენ ვეხუტებით ხეს, ხესთან ერთად ჩვენ ვეხუტებით მიწას, ვეხუტებით ჩვენს წინაპრებს. ხე არის ესე ვთქვათ ხიდი ჩვენსა და ჩვენს წინაპრებს შორის. და ძალიან გვავსებს ის გადადებითი ენერგიით. ასევე ძალიან სასიამოვნო არის წყლის ყურება, როდესაც სახლში ზიხართ წვიმის ყურება და წვიმის ხმა. ასე რომ შეგიძლიათ ეს ყველაფერი რჩევები ყოველდღიურად რაღაცა მაინც, რაც ხელგეწიფებათ, ის მაინც შეასრულოთ. ეხლა კი ჩვენ ლექციას ვამთავრებთ ამ ეტაპზე და გემშვიდობებით დროებით მომავალ შეხვედრამდე.